გამარჯობა, კარგად ვარ, კარგად, თქვენ როგორ ხართ? მიყვარს აქაურობა, სუნელების ქალი მყავს ანაიდა. ყველას ხო ყავს თავისი. საყვარელია, წამოშე გახედო. როგორ ახარ, როგორ? როგორ ხარ? შენ როგორ? მომე კაი სუნელები, შენ რომ იცი ისე. რა გაბდღვიალებული ხარ, ალამაზი ხარ. აბა. ანაიდა ქვია და ნინომ ქვიაო იძახის. ქურთია. შენ ხო ქურთი ხარ თუ ეზიდი ხარ? თუ ეზიდი ხარ? ეს ირანი. ეს ირანია ხო? ირანი. ერთი ციცაკა, ერთი დაღები. ხო, ერთი ციცაკა, ერთი ზაფრანიც მომეცი. შერეული არ მინდა, ცალ-ცალკე მომეცი. ხო, აბა ცალ-ცალკე. შენ რა კარგად აღარ იქნება. კარგად ვარ, ცუდად რატო ვიქნები? შენი სურათი რო სულ, რა ვიცი, მე მგონი 20 წელია, მეტი 30. სულ. ძველ ბაზარშიც იდექი შენ. იმ ძველი ბაზრიდან ვიცი. სურათები კიდე მაქვს. იმ სურათს ხო და კინძი გინდა? თითო. გაიგენით. შენ ჭიქებს სულ აპატარავებ და აპატარავებ. იქ რომ იყავი ძველ ბაზარში გათლილი ჭიქები ქონდა. აბა რა კაი ჭიქები, ეს აღარ შემოდი. აღარ იშოვება ხო? აღარი, მართლა აღარ იშოვებ. ის გათლილი ჭიქები აღარ იშოვება და მე 5000 წალი მაქვს. შენ მართლა? მომიტანი. მოგიტანი თუ არა იმით გაყიდი, იმაში 3 ჩავა მაგი. მას ხო ვიცი, სულ არა, ერთი დიდი კოვზი საკმარისია, მეტი არა. არ ემატება? ერთი კოვზია. მომისმინე ზაფრანა როგორი მოგწმი? კარგი უნდა მომცე ყვითელი. კარგი. დაფქვილი, ის შიგნით რომ მგაკ. ვიცი. მომისმინე, აი ეს ზაფრანა კილო ხეს 100 ლარი. მე ვიცი რას მიხსნი კაცო, მაგის მეტი რა ვიცი. მაგის ჭიქა მთლად პატარაა ხო? არა. შენი გერმანელები სულ მეკითხებიან ანაიდა როგორაა? არ მოდი. ისინი ანაიდას გეძახიან. მოვლენ, ჩამოვლენ. შენ გერაცო. მოვლენ შენს გარეშე ხო არ წავლენ? აბა, შენ ახალ თავადი. ტრადიცია. სურათებს იღებენ. მარჭო უნდა? არა. კარგი. მარტო ეს. ჩორნი პერეცა? საიდან არიან შენი კლიენტები? უფრო რუსები არიან ახლა? მეტი ბევრი რუსი, ლატვია, ლიტვია, ეს ბელარუსი, ამერიკა, გერმანია, ბევრი კლიენტები მყავს. ბერა ნახე, ესენი სურათებია, სულ. ის გიჟდებიან მას. ახოხოლე, როგორ აქვს მაროჟნებივით? წინათ ჩვენ ბაზრებში იყო სულ დიდი გორები და ახლა აღარაა დიდი. შენ ის ველური კონდარი ხომ არ გაქვს? თის კონდარი რო არის. ეს ისა ნამდვილი თუშეთის ბეკ კონდარი. ეს ასწავლია. იცი? იცი კაი სუნელია. ხო. და სურათი იღებენ და ჩადენ ტელეფონში და ეს ტურისტი მემეძებს. მარკეტინგი. ო. ანაიდა, შენ რადგინდა მოძებნა, ვინც შენ გიცნობს, ყველა მოვა შენთან. მადლობა. გამარჯობა ბატონო. იცოცხლეთ, კარგად ვარ. მადლობ. ბევრი არ იცნობს, არ უნახავს, მაგრამ უნახავთ ყურში გაუგია ყველას არტიშოკი. აღმოსავლეთის ქვეყნებში არა ვწდები. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, იტალიაში, ესპანეთში და იმ მხარეში საჭმელი ბოსტნეულია. ეს მე მგონი არის იმ არტიშოკის დეკორატიული ჯიში. და ნახე რა სიმაღლეებია. მე ვგავ იმის გამო რომ ყვავილებად მომწონს და ლამაზი ყვავილები აქვს, დიდი ზომის ყვავილები აქვს და ბაღში ძალიან ლამაზად გამოიყურება. მოსაჭრელად მიყვარს ძალიან და ვიყენებთ აი გულების ასაწყობად. ნახე რა კარგია. ფუტკარს უყვარს ძალიან და აი სიმაღლიანი. აი ყველგან მაქვს აქა ნახე. სულ ვგავ. გაზაფხულზე დიდი ლამაზი ფოთლები აქვს. მერე შემოდგომაზე ეხლა რომ დაიყვავილებს, მერე გადავჭრით ესლებს ავიღებ და მერე უკვე ჰორტენზიები დაიწყებს. აი ეს აფხულის ჰორტენზიები თეთრად მოყვავილ. ძალიან შვენის აქაურობას ერთმანეთს ენაცვლებიან. არტიშოკი ბევრმა იცის სახელი, მაგრამ არ უნახავს.